2014-დან 2022 წლამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა გაიზარდა. ის ევროპაში ყველაზე დიდი და ძლიერია. ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა 2,2 მილიონია. აქედან დაახლოებით 900,000 აქტიური პერსონალია. 1,3 მილიონი კი რეზერვისტი. ჯეიმსტაუნის მიერ მომზადებული ანგარიში დეტალურად აღწერს უკრაინის სამხედრო შტოების შემადგენლობასა და შესაძლებლობებს. ამჟამად უკრაინულ ძალებში შედის 131 სხვადასხვა ტიპის სამანევრო ბრიგადა, რომლებსაც მხარს უჭერს 15 საარტილერიო ბრიგადა. ასევე 4 საარმიო საავიაციო ბრიგადა, 14 საზენიტო ბრიგადა ან დანაყოფი. ყველა საბრძოლო ფორმირება აქტიურად იყენებს ელექტრონული ბრძოლის სისტემებსა და უპილოტო პლატფორმებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 9 შტოა: სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, საჰაერო სადესანტო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია და ასე შემდეგ. შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრია დენის შმიჰალი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი კი გენერალი ოლექსანდრ სირსკი. უკრაინის სახმელეთო ჯარები მოიცავს 4 რეგიონულ ოპერატიულ სარდლობას: აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის. უკრაინის სახმელეთო ძალების საბრძოლო წყობაში 3 სატანკო ბრიგადაა. ამასთან მის სტრუქტურაშია 41 მექანიზებული ქვეითთა ბრიგადა, 7 მოტორიზებული ქვეითთა ბრიგადა, 7 სპეციალიზებული მოიერიშე და 12 საარტილერიო ბრიგადა. სახმელეთო ძალებს მხარს უჭერენ საარმიო საავიაციო ბრიგადები, რომლებიც აღჭურვილნი არიან Mi-2, Mi-8, Mi-24 ვერტმფრენებით. არსებობს 4 ასეთი ტიპის საარმიო საავიაციო ბრიგადა. სახმელეთო ძალებში ასევე შედის 4 საჰაერო თავდაცვის პოლკი, რომლებიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სამიზნეების, მაგალითად სამეთაურო პუნქტების დაცვას. საჰაერო ძალების მთავარი სარდლობა დაყოფილია 4 საჰაერო სარდლობად. მოიერიშე ბომბდამშენი თვითმფრინავების დანაყოფი ორგანიზებულია ავიაციის 7 ტაქტიკურ ბრიგადაში. საჰაერო ძალები ასევე მოიცავს 14 საზენიტო ბრიგადასა და დანაყოფს. უკრაინის საზღვაო ფლოტის ყველა ძირითადი საბრძოლო ხომალდი განადგურდა ან ჩაიძირა 2014 წელს, როდესაც კრემლმა ყირიმი დაიკავა. ქვეყანას დარჩა მხოლოდ საპატრულო ხომალდები და მცირე ზომის გემები, თუმცა უკრაინის საზღვაო ძალებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითა და უპილოტო საზღვაო ხომალდებით, ან და დრონებით. ასევე უკრაინას ჰყავს 4 საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, მეხუთეს შექმნა იგეგმება, რომლებსაც მხარს უჭერს 2 სანაპირო თავდაცვის ბრიგადა, 2 საარტილერიო ბრიგადა და 1 დრონების ბრიგადა. კიევის სამხედრო ძალებში შედის საჰაერო სადესანტო დანაყოფიც. იგი მოიცავს 10 საბრძოლო და 1 დამხმარე საარტილერიო ბრიგადას. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები შეიარაღებული ძალების ცალკე შტოს წარმოადგენს. Слава Україні! Героям слава! ამჟამად 30 ასეთი ბრიგადაა. ამასთან ერთად არსებობს ეროვნული გვარდიის 17 ქვეითი და 1 საარტილერიო ბრიგადა, საზაზღვრო პოლიციის 4 და ეროვნული პოლიციის 2 ბრიგადა. 2024 წელს უკრაინამ შექმნა უპილოტო სისტემების ძალები. ის შეიარაღებული ძალების ცალკე შტოა, რომელიც ექვემდებარება მთავარსარდალს. ეს სახეობა 3 ბრიგადას გულისხმობს. ისინი აქტიურ სამხედრო ოპერაციებში არიან ჩართულნი. საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალები დამოკიდებულნი არიან დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერაზე. შეერთებული შტატები ლიდერობდა უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდების პროცესს. უზრუნველყოფდა თანამედროვე იარაღისა და სადაზვრო მონაცემების, ასევე დიდი ფინანსური რესურსის მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მეტი დახმარება გამოყო ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, მთლიანობაში მაინც ევროპა ლიდერობს. ის უკრაინისთვის გაწეული ყველა ფინანსური და სამხედრო დახმარების დაახლოებით 60%-ს უზრუნველყოფს. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.